მადლობისა მოკლედ დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრეების საინფორმაციო სამსახური ამწუთებში მუშაობს გენერალური დირექტორის შემდეგ არქიდან თანამშრომლების ნაწილი მიდის დღის მთავარ გამოშვებაში. ვინ დატოვა უკვე არქი და რა სახელდება მიზეზად ჟურნალისტების ნაწილი არსებული მენეჯმენტის პირობებში მუშაობას შეუძლებლად მიიჩნევენ, ნაწილი კი მოვლენების განვითარების მოლოდინშია. დეტალები 9 საათზე. განახლდება თუ არა ჰესების მშენებლობა 9 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს სისტემაში გაეშვა პირველი ჰიდროელექტროსადგური. დღის მთავარ გამოშვებაში ახალი მთავრობის ახალი დილემა. სჭირდება თუ არა დიდი ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს ნავარაუდები ეკოლოგიური რისკების ფონზე. აშენდება თუ არა დარიალ ჰესი. 26 მაისის დარბევის თემაზე პროკურატურაში დაბარებული ჟურნალისტები პროკურატურა გამოძიებას იწყებს. ცნობილი ხდება, რომ გამოძიების საჩივრებით მიმართავს არაერთი ადამიანი. დღის მთავარ გამოშვებაში რას ამბობენ 26 მაისს რუსთაველზე დაზარალებული მედიის წარმომადგენლები და რას უყვებიან მეცხრე არხის დარბევის შესახებ თვითმხილველები. 9 საათზე ვის დასჯას ითხოვენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დღის მთავარ გამოშვებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ვაშინგტონში. როგორ აღიქვეს ჰილარი კლინტონის განცხადებები მმართველ გუნდში და ნაციონალურ მოძრაობაში. სახელმწიფო მდივანი პროცესების გამჭვირვალე და კანონის დაცვის წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს. 9 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება თუ გაფრთხილება. ეს და დღის სხვა მთავარი თემები ზუსტად 9 საათზე მეცხრე არხზე დაალოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.